დღის წესრიგიდან გამქრალი ყველაზე რეზონანსული საკანონმდებლო ინიციატივა. სამი კომიტეტის მიერ განსახილველი ერთადერთი საკითხი ფაქტია დაიკარგა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ორი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა ასოცირების ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. რა ბედიელის კანონს ეროვნული ბანკის შესახებ? ასოცირების დღის წესრიგი ჩვენ პირდაპირ გვავალდებულებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ვალდებულებებს შორის ეს ერთადერთი არაა. ევროპასთან დაახლოება საქართველოს პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ყველა ცვლილება ევროპის ცენტრალური ბანკის გამოცდილების მიხედვით განხორციელდეს. სხვა შემთხვევაში პრეზიდენტი თვლის, რომ ის რაც ორმა დეპუტატმა დაწერა 28 სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. საქართველოს პრეზიდენტი ყველა იმ კანონს დაადებს ვეტოს, რომელიც რაღაცა ფორმით ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას. ეს კანონპროექტი ძალიან მაღალი რისკების შემცველია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების. ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა ავტორებისთვის პრინციპული საკითხია და გადახედვას არ ექვემდებარება. რატომ ამას თამაზ მეჭიაური ასე განმარტავს. Რომ ასე ვთქვათ, რბილად გადაიტანოს მოსახლეობამ აი ეს პოლიტიზირებული ეროვნული ბანკის გავლენა. ასოცირების ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობას ვერც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხედავს. პირიქით დავით ბაქრაძე საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს. რჩება ცენტრალიზებული სისტემის ნაწილად, შესაბამისად, ასე ვთქვათ, მისი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციის გაზრდა, პარლამენტის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, იქ სწორედ რომ დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. ოცნებას გამიჯნული თავისუფალი დემოკრატები ხედავენ, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინსტიტუციის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა, რაც თავის მხრივ უცხოელ ინვესტორებს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით ეჭვებს უჩენს. მეტიც, ეროვნული ბანკისგან გამოყოფის შემთხვევაში დავით ონოფრიშვილის კითხვები საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებლობასთან უჩნდება. კანონპროექტი მთავარი ბანკის დანაწევრების მცდელობაა ნაციონალური მოძრაობისთვის. ქმნის კორუფციის საფრთხეს, რომელიც ისედაც არსებობს ივანიშვილის პირობებში. ის ინსტიტუტი, რომელიც მათ უნდათ რომ გარეთ გამოყონ, ცხადია დამოუკიდებელი ვეღარ იქნება ვერანაირად. ამიტომ მისი გადაწყვეტილებებიც ხშირად შეიძლება უკვე პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით სწორედ პოლიტიკოსები დააკომპლექტებენ ზედამხედველობის დამოუკიდებელ სამსახურს. 7 წევრი პარლამენტის მიერ აირჩევა. პროცესს მიღმარჩება პრეზიდენტი. ბიზნეს არგუმენტები სჭირდება. კანონპროექტში ცხადად არ იკითხება ის არგუმენტები და ის ეკონომიკური დასაბუთება, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ცვლილება, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ისეთი დარგის ფუნქციონირებას, რომელიც თავისი წლების განმავლობაში არის სტაბილური. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა 10 ივნის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იყო ჩანიშნული. თუმცა პარლამენტის ხვალინდელი დღის წესრიგი როგორც ჩანს, პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა დღეს ერთი განცხადებით შეცვალა. საკანონმდებლო წინადადება სხდომის საკითხებიდან გაქრა, თუმცა ცვლილების კვალი მაინც დატოვა. შესწორებულ ვარიანტში საკითხთა ჩამონათვალის ნუმერაცია პირველის ნაცვლად მესამედან იწყებოდა. ახლა უკვე ეს ხარვეზიც გასწორება.